მე ვარ ზურაბ ხეიძე და დღევანდელი მასტერკლასის სასაუბრო თემა იქნება როგორ და რა გავლენას ახდენს ინფორმაცია ადამიანს. დავიწყებ იქიდან, რომ ნებისმიერი ურთიერთობა არის ერთადერთი საშუალება გავლენა იქონიოს ადამიანმა მეორე ადამიანზე ან ადამიანთა ჯგუფს. მუდმივად ადამიანი სულ ურთიერთქმედებებშია, ნებისმიერი ურთიერთობა, მე არ გულისხმობ მარტო ვერბალურ ნაწილს, ურთიერთობის, იმიტომ რომ იქ საიდანაც ადამიანს ინფორმაციის მიღება შეუძლია, პოტენციური გავლენის მოხდენაც შეიძლება და ინფორმაციის მიღება შეიძლება არა მარტო ვერბალურით, არამედ ვიზუალური ხატებითაც, ქცევითაც და ასე შემდეგ. ის რაც ითარგმნება, ასე ვთქვათ, გარკვეულ ინფორმაციულ ენაზე ადამიანისთვის. დაწოლა ადამიანზე, როგორც სოციალურ არსებაზე, ძალიან დიდია, იმიტომ რომ ყველა, ასე ვთქვათ, ჩართული პირი ინტერაქციაში ცდილობს გავლენა იქონიოს ადამიანზე, მაგრამ ყველა ამას ვერ ახერხებს. მოდი ვნახოთ მექანიზმი, როგორ მუშაობს ეს მექანიზმი, როდის აქვს ჩვენზე გავლენა, ან როდის გვაქვს ჩვენ სხვა ადამიანებზე გავლენა და რა ხდება, ძალიან მარტივად რო განვეხილოთ. ჩვენზე გავლენა აქვთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეძლეს და აღწრეს ემოცია. ასევე პირიქით, ჩვენ გვაქვს სხვა ვინმეზე გავლენა, მხოლოდ მაშინ, თუ შევძელით გარკვეული ემოციის აღწრა. ახლა შეიძლება დაისვას კითხვა, გავლენა რა საჭიროა? გავლენა საჭიროა იმისათვის, რომ ჩვენ ჩვენი ინტერესები გავატაროთ. რადგან ემოციები ვახსენე, მე მგონი, თქვენთვის ნაცნობია, რომ ემოციები არსებობს უარყოფითი და დადებითი. ნულოვანი ემოციაზე არავინ არ საუბრობს, იმიტომ რომ აქ ემოციასთან საერთოდ არ გვაქვს ადგილი და არავინ არ მოყვება, რომ სადღაც კონცერტზე ისეთი კარგი ნულოვანი ემოცია განიცადა, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ასეთი უბრალოდ ფრაზაც კი არ მოვა თავში. უარყოფითი და დადებითი ემოციები ორივე არის გავლენის საშუალება, ჩვენზე სტაბილების მოხდენის საშუალება და ძალიან მნიშვნელოვანია, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანზე ზემოქმედებისათვის. ზოგადად კომუნიკაციის ურთიერთობის არსი, ანუ შედეგიანი კომუნიკაცია არის მაშინ, როდესაც ჩვენ ვახდენთ ვიღაცაზე გავლენას ან ჩვენზე ახდენენ გავლენას. თუ ზოგადად დავყავით და არის ემოციები უარყოფითი და დადებითი, კიდევ თუ უფრო ყურადღებით ვიქნებით, აღმოვაჩენთ, რომ დადებითებში არის დადებითები, მაგრამ სხვადასხვა ზემოქმედების ძალა. ისე როგორც უარყოფითებში არის უარყოფითები და მათაც სხვადასხვა ზემოქმედების ძალა აქვს. მრავალი წლის განმავლობაში ჯგუფებს როდესაც ხვდებოდი, ვეკითხებოდი, რომ მისალმების სამი ფორმიდან რომელი გესიამოვნებათ, რომ გაიგონოთ მეთქი და ეს მისალმებები იყო გამარჯობა, დილამშვიდობისა და მოგესალმებით და რატომაც 95-17% სხვადასხვა წლებში ადამიანები პასუხობდნენ, რომ დილამშვიდობისის გაგონება ერჩივნათ. ესე იგი, ნახეთ, სამივე დადებითია, მაგრამ ერთს მეტი ინტენსივობა და მეტი სითბო ახასიათებს. ასევე უარყოფითშიც არის, ასე ვთქვათ, ეს მომენტები, გამოდის, რომ თუ ჩვენ გვინდა ზუსტად ვიმოქმედოთ ემოციაზე, არა მარტო მისი ვექტორი უნდა ვიცოდეთ, უარყოფითს აღზარს თუ დადებითს, არამედ უნდა ვიცოდეთ, რამდენად თბილია და რა რეაქციები შეიძლება მოხდეს. უარყოფითის შემთხვევაში და დადებითის შემთხვევაში. თუ ატყობთ, მივდივართ იქამდე, რომ თუ ეს ამდენი რაღაცა ვიცით, ჩვენ შეგვიძლია სხვა ადამიანის ემოციების მართვა. და თუ სხვისი ადამიანის ემოციების მართვა ჩვენ შეგვიძლია, პრაქტიკულად ჩვენ ყოველთვის ღებულობთ შედეგს. ამიტომ ინფორმაცია და ზემოქმედება გახდა სასურველი ყველა ადამიანისთვის და ინსტიტუტისთვის, ვინც მიისწრაფის თავისი ინტერესების გასატარებისაკენ, ანუ ძალაუფლებისაკენ. შესაბამისად დაიხვეწა თვითონ კომუნიკაციის პროცესი და იცით, რომ მარკეტინგს თავისი მიმართულება აქვს ზემოქმედების და ზუსტად რომ ემოციური ზემოქმედების, პოლიტიკოსებს თავიანთი და მასმედიას თავიანთი. თუ როდესღაც ინფორმაცია იყო მხოლოდ იმისთვის, რომ ადამიანი ყოფილიყო ინფორმირებული, ჩვენ სამყაროში ინფორმაცია არის ერთადერთი უკვე მართვის საშუალება. და ამას იღენებს
ვისაც არ ეზარება პრინციპში და ვისაც ჭკუა აქვს, ყველა იყენებს ამას, ხო? ნუ იგივე მე ვახსენე, რომ ყველა ინსტიტუცია და ამიტომ არის მასმედიაზე მიდის ხოლმე ნადირობა, ვის ხელში იქნება მასმედია, რომ მან მიიღოს ბერკეტი გარკვეული გავლენების თავისი მიზნების შესასრულებლად, ასე ვთქვათ. და ამიტომ აი ამ გავლენებისკენ ბრძოლაში დაიკარგა აი თავდაპირველი არსი ინფორმირებული ყოფილიყო ადამიანი. დაიხვეწა კიდევ ერთხელ ვამბობ ეს კომუნიკაცია და გაჩნდა მანიპულაციის ხერხები, ასე ვთქვათ, ზემოქმედების და იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადად ადამიანის ყურადღება ნეგატიური ინფორმაციისადმი უფრო დიდია ვიდრე პოზიტიურისკენ, ჟურნალისტიკაც და ეს მხარეც წავიდა ძირითადად ყოველ შემთხვევაში სათაურები, ანონსები ყველა არის ძირითადად ნეგატიური ხასიათის. მოდი ავხსნათ, რატო არის ყურადღებით ნეგატიურისკენ ადამიანი უფრო და მარკეტინგულად რატო უფრო ადვილად იყიდება ნეგატიური ინფორმაცია. ერთ-ერთი ახსნა არის ის, რომ ადამიანის შინაგანი მოთხოვნილება არის უსაფრთხოება. და როდესაც მე ვკითხულობ სტატიას, რომ ვიღაც ლიფტით ჩავარდა და ჩაწყდა, ის რომ მე არ შემემთხვას, ამის მიმართ უფრო ყურადღებით ვარ, ვიდრე რაღაც კარგი რო ხდება, ანუ კარგ რაღაცებს ადამიანი უფრო ადვილად ატარებს, ვიდრე ნეგატიურ ინფორმაციას. აქედან გაჩნდა მეორე მომენტი, რომ ჟურნალისტებთან და ეს არ არის ჩემი მოსაზრება, არის ბევრი სხვათა შორის კვლევები, როგორც შტატებში, ისე ევროპის კვლევები. იცით გამოთქმა, რომ ცუდი ინფორმაცია არის კარგი ინფორმაცია, ხო? ესეთი გამოთქმა. ჟურნალისტები მუდმივ ძიებაში არიან ნეგატივის, მუდმივ ძიებაში, იმიტომ რომ ნეგატივი კარგად იყიდება და მართალი გითხრათ, აი ამ კვლევებს, რასაც მე გავეცანი, იქ წერია, რომ ჟურნალისტები, რომლებიც მუდმივად აშუქებენ ნეგატიურ ინფორმაციას, თვითონ პრობლემები ექნებათ ჯანმრთელობის მხრივ, მენტალური ჯანმრთელობის მხრივ. ანუ პროფესიული დეფორმაცია იწვევს, ასე ვთქვათ, მათ უკვე არა ადეკვატურ ცხოვრებასთან და არა ადაპტირებულ, ასე ვთქვათ, დამოკიდებულებას, ხო? ახლა რა გავლენას ახდენს ჩვენზე ეს ნეგატიური ინფორმაცია, თუნდაც რომ ჩვენ არ გვეხებოდეს, ნახეთ და ეხებოდეს ვიღაცა. ნებისმიერ ემოციას კარგად იცით, რომ იცით, კარგად შეიძლება არა, მაგრამ გაგონილი დარწმუნებული ვარ, გაქვთ, რომ ყველა ემოციას აქვს თავისი ბიოქიმიური უზრუნველყოფა. კარგად იცით, რომ ან გაგიგიათ, რომ ბედნიერების, კმაყოფილების, სიხარულის და ესეთი ემოციების განცდას აქვს შემდეგი ჰორმონები განსაზღვრავენ, ხო? ეს არის სეროტონინი, დოფამინი, ენდორფინი და ასე შემდეგ. სტრესს განსაზღვრავს კორტიზოლი ყველა ვარიანტში. აგრესიას ან შიშს ჭარბი ადრენალინი. როგორც კი თქვენ ამ ემოციის განცდა გაქვთ, თქვენ უნდა წარმოიდგინოთ, რომ ეს ჰორმონები გამოყოფილი. ახლა რა შვება ნეგატიური ინფორმაცია და როგორ მოქმედებს ჩვენზე? მით უმეტეს რომ ჭარბადაა ნეგატივი, იმიტომ რომ კარგად იყიდება, იმიტომ რომ ვიღაცები თავის გავლენას ასე ვთქვათ ამ ნეგატივის საშუალებით ახდენენ, რას აკეთებს? გინდათ ჩვენ არ გვეხებოდეს, კიდევ ერთხელ ვამბობ. როდესაც თქვენ კითხულობთ ან უსმენთ უარყოფით ინფორმაციას, სადაც ემოცია გაჩნდა, რომ ეს უარყოფითია, თქვენთან უკვე მისი ბიოქიმიური უზრუნველყოფა მოხდა. ანუ ნახეთ, გამოიყო კორტიზოლი. შემდეგ შეიძლება რადგანაც ეს შინაარსი პირადად მე არ მეხება, შინაარსი ადამიანს დაავიწყდეს და გამოვიდა ქუჩაში, მიდის სამსახურში, მაგრამ ის ჰორმონი უკვე მუშაობს. ამიტომ არის ახლა მე დარწმუნებული ვარ, ხმად ამდენი პანიკური შეტევები და ასე ვთქვათ, შიშები, რომელიც ადამიანმა არ იციან საიდან მოვიდნენ, საიდან და აი ამ ნეგატიური ველიდან აკრეფილი ნეგატიური ემოციის გამო, რომელმაც უკვე დაიწყო თქვენ ორგანიზმზე ზემოქმედება და მე დაკარგა ბმა შინაარსთან, ხდება უკვე თლიანი, ასე ვთქვათ, ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ვერ აკავშირებს რატოა ცუდ ხასიათზე, რატო შფოთავს, რა აშინებს და ასე შემდეგ. ჩვენ საუბრობთ ხოლმე ეკოლოგიაზე, მწვანეებს ძალიან უყვართ ეკოლოგიური პრობლემები და ასე ვთქვათ, გამონაბოლქვი და ასე შემდეგ და ევრო 4, ევრო 6, ევრო 7 საწვავზე მოიგონეს და მთელი ამბებია ელექტრომანქანები და იცით რა, არავინ არ აყენებს საკითხს საინფორმაციო ეკოლოგიის. იმიტომ რომ ინფორმაციაც
არის ნეგატიური და არის პოზიტიური და ნეგატიური ინფორმაცია მე არ თუ ცოტათი კი არა თუ მსგავსად არა მე ვფიქრობ რომ ნეგატიური ინფორმაცია უფრო შეიძლება მავნე იყოს ვიდრე აი გარემოს დაბინძურება გამონაბოლქვით. იმიტომ რომ ნეგატიური ინფორმაცია რომელიც თქვენთან გაჩნდა თქვენ ასე ვთქვათ ცნობიერებაში ის მოქმედებს კიდაც წახვიდეთ აქედან 15 კილომეტრის მოშორებით თუ სხვა ქვეყანაში. ასე რომ სადაც ჩვენ არ უნდა წავიდეთ გეოგრაფიულად ყოველ შემთხვევაში ეს ნეგატიური ინფორმაცია რომელიც ჩვენზე იმოქმედა თან მეყვება ასე რომ ამისგან დამალვა გაცილებით ძნელია ასე ვთქვათ. თუ მოგეწონათ ჩემი მასტერკლასი გამოიწერეთ მედია აკადემიის YouTube არხი.